დილამშვიდობისა დღეს 6 მარტია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწველიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. მშვიდობიან ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. მოგესალმებით ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. დავიდე გაგაცნობთ დღევანდელი გადაცემის ანონსს, შემოგთავაზებთ საეკლესიო კალენდარს. ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია. 6 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ტიმოთეს სიმვოლელს, წმინდა ევსტათის ანტიოქიელ მთავარ ეპისკოპოსს, წმინდა გიორგის ამასტრიდელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ეს იყო საეკლესიო კალენდარი, დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობას და მფარველობას გისურვებთ ყველას და მე და გეგი ახლა ერთად გაგაცნობთ დღევანდელი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი იქნება ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ ცხოვრების აზრის შესახებ, ადამიანის დანიშნულების შესახებ გვექნება საუბარი. თეატრის სცენაზე და კინოში შესრულებული არაერთი როლი და დაუვიწყარი პერსონაჟები. ცნობილი მსახიობისა და სპორტული კომენტატორი სეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან წელს 100 წელი შესრულდა. დიდ მსახიობს სტუმართან ერთად გავიხსენებთ, თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. და სიუჟეტიც გვექნება ჩვენს დღევანდელ გადაცემაში, ჩვენი გადამღები ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებას სტუმრობდა, სადაც ძველი წიგნების რესტავრაცია და კონსერვაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორ მუშაობენ სპეციალისტები უძველეს გამოცემებზე და რა მეთოდით, უფრო მეც ჩვენი სიუჟეტიდან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში. მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს. ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია შემოგვიერთდა და დაგლოცეთ, მამან დავით. მადლობა, დაგლოცოთ, გაგახაროთ.
დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მამა დავით, ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენების დანიშნულების შესახებ, ჩვენი ცხოვრების აზრის შესახებ, რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი, მისია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ახლა არის დიდმარხვის პერიოდი, პირველ კვირაში ვიმყოფებით, ეს არის ვიცით, გამორჩეული პერიოდი სულიერი მოღვაწეობისთვის, დიდი ასპარეზი და ის დროა სწორედ, როდესაც ჩვენ ვუფიქრდებით ჩვენს თავს უფრო მეტად, ფიქრობთ ბევრს თვითშემეცნებაზე და სწორედ ეს ალბათ უკავშირდება ადამიანის დანიშნულებასაც, მთავარ მისიას, რისთვისაც ადამიანი ამ ქვეყნად არის მოვლენებული უფლის მიერ. ბუნებრივია, ყველა ადამიანს ალბათ ინდივიდუალურად თავისი მისია აქვს უფლის განდაკისრებული, მაგრამ ალბათ არსებობს ზოგადი დანიშნულებაც, რისთვისაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იბადებოდეს. რა არის ის მთავარი მიზანი, არსი ადამიანის ცხოვრების, რაზეც გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. დიახ, ძალიან საინტერესო თემა გახლავთ. ცხოვრების აზრი თუ რა არის და ეს არის შეკითხვა, რომელიც ადამიანს სულ მუდამ თან დაძდევს. და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას პასუხგაცემული ადამიანის ცხოვრებაში და თუ კი ადამიანი ამას მოახერხებს და ამ კითხვას პასუხს გასცემს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის მის ცხოვრებაში, როგორც მისი დაბადება და როგორც მისი სიცოცხლე. და ამ კითხვის პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ადამიანს მიიყვანს ჭეშმარიტებამდე აუცილებლად და ადამიანი თუ კი დაუკვირდება თავის ცხოვრებას და დაფიქრდება იმის შესახებ, თუ რა არის ცხოვრება და რისთვის არის ის მოვლენილი ამ ქვეყანაზე და როგორ უნდა განვითარდეს ის შემდგომ, რა თქმა უნდა, დაუკვირდება, რომ ესე იგი მისი განვითარება იწყება იმით, რომ აზროვნება აქვს ადამიანს, წავა სკოლაში, შემდგომ რაღაც პროფესიას დაეუფლება, შემდგომ იწყებს სამსახურს, დაოჯახდება, ყავს შვილები, მერე კიდევ უკეთეს სამსახურზე გადადის, რაღაც შემდგომ შვილები ოჯახდებიან. შემდგომ მოდის ტკბილი სიბერე, ესე ვთქვათ და შემდგომ ადამიანი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან და აი რაღაცნაირად ეს კითხვა რაღაც აი ამ ქვეყნიური თვალსაზრისით აი სანამ ადამიანი მოვა ღმერთამდე ძალიან ესე ვთქვათ პასუხგაუცემელი რჩება, რადგანაც დასაწყისი გასაგებია და განვითარების პერიოდი და აი ეს ფინიში არის ყველასი ერთნაირი, ანუ აიმთან რითი მთავრდება, ესე იგი 2 მეტრით, აი საფლავით მთავრდება და აი გაუგებარი ხდება თუ როგორ ესე იგი აი ესეთი ადამიანმა ესეთი ლამაზი ცხოვრებით იცხოვრა, მშვენიერი ცხოვრება და ამით როგორ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ადამიანი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს და აუცილებლად ის მივა ჭეშმარიტებამდე და იმ ბედნიერებამდე, რომელიც არის ღმერთთან ყოფნის ბედნიერება და უკვე შემდგომად, როდესაც ადამიანი მოვა ჭეშმარიტებამდე, ამის შემდგომადაც აი არასოდეს არ უნდა დაივიწყოს ცხოვრების აზრი თუ რა არის. ეს არის ეს ფიქრი მთავარი მისი შეგონებად შეიძლება გახდეს, რადგანაც აი ამ შეგონებამ ადამიანს უნდა მიანიჭოს სწორი მიზანი და ის ღირებულება და ფასეულობათა ძიებაში სწორი ორიენტირები რო ყოველთვის ეკავოს ადამიანს და არათუ თავის თავში ადამიანობა დაჩრდილოს, არამედ პირიქით უნდა გააღრმავოს ადამიანობა და უკვე როგორც შვილი, მამა, მშობელს ემსგავსება შვილი, ასევე თავის შემოქმედ ღმერთს ნაბიჯ ადამიანი, რა თქმა უნდა დაემსგავსოს და აი ჩვენ მაინც ესე იგი პოსტსაბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ, არათუ პოსტსაბჭოთა, არამედ მე პირადად მიწევდა აი ათეისტურ პერიოდში ცხოვრება, როდესაც უღმერთობა იქადაგებოდა ესე პირდაპირ, ესე ვთქვათ, სამდელოება აღარც იყო დარჩენილი დედამიწაზე, საქართველოში ყოველ შემთხვევისთვის ესე წაკვრით მაინც იყო, რა თქმა უნდა, ეკლესიაზე რაღაცნაირად ესეთი შეტევა, მაგრამ აი განსაკუთრებული შეტევა იყო იმ ტრადიციებზე, რომელიც ქრისტიანობამ დატოვა და ეს გახლდათ აი ვთქვათ საკვირაო სააღდგომო კვერცხის, ესე ვთქვათ, სამსახურში არ მოტანა და არ შეიძლებოდა, ესე იგი, სკოლაში ხელების, ესე ვთქვათ, ხო, ეს იყო ძალიან და ბავშვისთვის ეს
ძალიან ისეთი მძიმე დასაქმელი არის და თუმცა ჩუმად ამას მაინც ყველა აკეთებდა, ხო? დიახ, ჩუმად აკეთებდა. ეს ტრადიცია არ მოშლილა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, და ამან ფაქტიურად ჩვენ შეგვინარჩუნა რწმენა, რადგანაც ჭეშმარიტება სულისუქტავებაშია და ადამიანი, როდესაც მიდის საფლავზე, პირველ ყოვლისა ის ვისთან მიდის, თუ კი იქ არაფერი არ არის და თუ კი იქ სიცოცხლე აღარ არის, მაშინ და კავშირი არ არის მისტიური სხეულსა და სულს შორის, მაშინ გაუგებარი ხდება და აქ აი ზუსტად ეს იყო რწმენა. მარადიული ცხოვრებისა და მეორე საკითხი კიდე სანთლებს, ოდესაც უნთებდით, ვის უნთებდით ამ სანთლებს, ხო? უხილავ ღმერთს, რომელსაც განვიცდიდით და ესე იგი აი და მე მასოს ჩემი თავი, ოდესაც მოვედი და აი ოჯახში მითხრეს, აი პირველივე კლასებში იყო ეს ალბათ პირველ ან მეორე კლასში და ოდესაც მითხრეს, რომ წავსულიყავი აღდგომა საფლავზე, დედას უთხარი, რომ მეთქი დედა ხო ესე ამბობენ, რომ ღმერთი არ არის და კვერცხს არ უნდა მოკიდო ხილი თქო და მასოს დედის სიტყვები რომ მითხრა რომ იტყუებიანო შვილო კომუნისტები მაგათ არ მოусვინო და ეს იყო ჩემთვის აი ესე იგი სამყაროს რაღაც სხვა თვალით დანახვის ესე იგი პირველი ესე ვთქვათ შედეგი და პირველი ფიქრი რომ რაღაცაც ესენი ამბობენ ესე იგი მთლად ესე არ არის და მასოს აი ბელადის ესე ვთქვათ კულტი იყო ძალიან დიდი და ის იყო ცოცხალი არის და მუდამ ცოცხალია და ეს ფიქრი რომ ის როგორ არის ცოცხალი თქო ვიძახთი კაცო წევს და არ ინძრევა მეთქი და თან მეუნებიან რომ იქ არაფერი არ არისო თან მეუნებიან ეს ცოცხალიაო და აი ამ კითხვებმა ძალიან დიდი ესე ვთქვათ ფიქრები დაბადა ჩემში და რა თქმა უნდა იმ ჭეშმარიტების ძიებაში ვიყავით ყველა ჩვენთაგანი თუ რა არის ცხოვრება და მიზანი ცხოვრებისა რა თქმა უნდა რა არის თუ სად ვიპოვოთ საკუთარი თავი და აი მის ძიებაში ადამიანმა აუცილებლად უნდა იპოვოს ღმერთი მისი შემოქმედი ღმერთი რადგანაც ბავშვი რომელიც მას არ იცის სად არის მისი მშობელი ის ყოველთვის ეძებს მას და მას სურს იხილოს მისი მშობელი და აი ეს არის ის განცდა რომელიც ადამიანს აუცილებლად აპოვნინებს ღმერთს და ეს კითხვა აქ რელიგიური ადამიანის კითხვა არ არის ეს არის ნებისმიერი ადამიანის კითხვა რომელიც აუცილებლად პასუხგაცემული უნდა გახდეს და ერთმა მოწაფემ კითხა თავის მოძღვარს გამოცდილ მოძღვარს რომ აი მოძღვარო რატო არიან ადამიანები ესეთი არ არიან ბედნიერები რაში არის საქმე რომ იქნებ მათ კითხვები აქვთ და ამ კითხვებს არ ვაძლევთ ჩვენ პასუხსო და მოძღვარმა უთხრა პირიქით შვილო ადამიანებს არ აქვთ კითხვები მათ უნდა ქონოდოთ კითხვები და ქონდათ კითხვები და ეს კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი მათ ცხოვრებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანმა გაანალიზოს დაფიქრდეს გაიაზროს თუ ეს ცხოვრება ну თუ ეს მხოლოდ ეს არის რასაც ჩვენ ხედავთ და რა თქმა უნდა ეს ესე არ არის და ჩვენ განვიცდით განვადიდებთ აი 1600 წელია გარდაცვლილი არის წმინდა ნიკოლოზი და როგორ ვადიდებთ მას ყველანი და როგორ დედამიწაზე არ არის ადგილი წერტილი სადაც მისადმი არ არის განსაკუთრებული ვედრება და ის დღესამომდე ადამიანებს ეხმარება როგორც აი ცხადად ისე სპირიდონ ტრიმიფუნტელი ავიღოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება მფარველობა იმდენად დიდია რომ აი ნებისმიერი ადამიანი ამას გრძნობს და აი ჩვენი დროის საკვირველი მამა გაბრიელი რომელიც დედამიწაზე ასევე არ დარჩა წერტილი და ადგილი, სადაც ესე იგი მისადმი არ არის ვედრება და ადამიანები გრძნობენ მის დახმარებას, მიუხებას და ეს დიახადაც აი სიცოცხლე ჭეშმარიტება არის სულის უკტავებაში და ადამიანი მიდის აი ამ ჭეშმარიტებამდე, მიდის ამ ბედნიერებამდე, რაც არის ძალიან დიდ სიხარულთან და ადამიანი სწავლობს მარადიულ ცხოვრებას უკვე დედამიწაზე. დიახ. იმ ცხოვრებას და გრძნობს და ხედავთ ჩვენ რომ სამი წიდან იწყება ასეთ ესე იგი ოთარ ჭილაძის ცნობილი სიტყვები რომელიც ასევე არის სახელწოდება ხო ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის. დიახ, არაჩვეულებრივად ისეთი სანუგეშო სიტყვებია რომ ეს მარადიულობა იმდენად სანუგეშო არის და იმდენად ახარებს ადამიანის გულს რომ მას ყავს შემოქმედი ღმერთი რომ შენ არასდროს არ ახარ მარტო აი ეს ფიქრი არის ის, რომელიც ადამიანს გაძლიერებს და მარად ნეტარს გამყოფებს და მხიარულს გამყოფებს და ეს არის ის, რაც რითაც უნდა ვსუდგმულობდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ და
აი ამ ძიებაში, ამ კვლევაში უნდა ვიყოთ მუდამ და მარად ეს რა არის ცხოვრების აზრი, ჩვენი მთავარი, ესე ვთქვათ, შეგონებაც უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არა ვართ დაბადებულნი დედამიწისათვის. ჩვენ დავიბადეთ დედამიწაზე მარადისობისათვის და აქ უნდა მოვემზადოთ, აქ უნდა დავიწყოთ, არჩევანი გავაკეთოთ და დავიწყოთ ეს ცხოვრება და აი თქვენ ბრძანეთ გადაცემის დასაწყისში ელისაბედ რომ აი დაიწყო დიდი მარხვა და ისეთი ბედნიერება შემოვიდა ჩვენს გულებში და ისეთი სიხარული შემოვიდა ესე იგი ანდრია კრიტელის კანონი გინდა იკითხოს სულ ადამიანმა და რადგანაც ეს გამყოფებს იმ მდგომარეობაში, კურნების მდგომარეობაში. სინანული ეს არის თვით მკურნალობა უკვე ადამიანის. მიწალე და ის სიტყვები, ის სიღრმეები, როგორც აი გამხმარ მიწას წყალი როდესაც დაესხმება და ლბება, ასევე ჩვენი სული ტკბება იმ სინანულის სიტყვებით, რომელიც გვესმის ანდრია კრიტელის საგალუბელში და დღეს კიდე წაიკითხება მეოთხეჯერ დღეს სრულდება და შემდგომ მეოთხე შვიდეულში სრულად წაიკითხება ოთხშაბათის სისკარზე სრულად წაიკითხება მთელი ანდრია კრიტელის კანონი ჩვენ ასევე დავტკბებით აი ამ სიხარულით, აი ამ ბედნიერებით, რაც არის ამ სინანულში გამოხატული და სულ გინდა რომ აი ჩაუღრმავდე იმ სიტყვებს და იმ შინაარს, რომელიც გადმოცემულია და აი მორწმუნეთაც ტაძარში წიგნები უკავიათ და აი ამ წიგნების დაკავებაშიც არის რომ ყველა სიტყვას ჩაწვდეს და კურნება მიიღოს ადამიანმა თავისი სულისა და ამ მადლობა ღმერთს რომ აი სამკურნალო დაწესებულებაა ტაძარი და ამ სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ უხვად ვღებულობთ ღვთის მადლს. დღეს გადმოღრვილია ღვთის მადლი კაცობრიობაზე, საქართველოზე ბრჩოვლად არის ეს ყოველივე. ჩვენ ყველაფერი გვაქვს სულისათვის სასარგებლო, ჩვენს გარშემო ტაძრები, ბიბლიოთეკა, საეკლესიო არხები, არის მონასტრები ჩვენს გარშემო, სადაც ახვალ და ესე იგი სულისათვის საზდოს მიიღებ, იხილავ იმ ადამიანებს, რომელნიც ამ ყოველდღიურობით ცხოვრობენ და რომელთა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რაღაცა დარიგება შეძლო ადამიანმა, არამედ შენ საქმით უნდა გაამყარო შენი სიტყვები და აი ამის მაგალითი არის, რა თქმა უნდა, ის სასულიერო დასი ბერმონაზნობისა განსაკუთრებით, რაც არის ფუძე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ჩვენი ღვთისმთავრები და ჩვენი პატრიარქი, რა თქმა უნდა და ამით ვტკბებით და აი შემდგომ უკვე ჩვენ ეფრემასურის ლოცვით ვაგრძელებთ აი ამ ესე იგი აი ამ დიდ მარხვას და აი ეს სიტყვები, მთავარი სიტყვები, რომელიც გვესმის, რომ ჰეუფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა და გაკარგია, როდესაც ამას მიაღწევს ადამიანი. დიახ, და ესე იგი დამშვიდდება ადამიანი, რადგანაც ეს სასამართლოს ღმერთს მიანდობს ადამიანი და თვითონ თავისუფლდება მსჯავრის გამოტანისაგან და ამბობს რომ მეუფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ერთხელ მახსოვს მოგზაურობაში ვიყავი და ჩემს მოძღვარს უთხარი რაღაცა ერთი კვირა ვითვინე თითქოს მეგონა რომ ვითვენდი და მე რაღაცა თავი ვერ შევიკავე და რაღაცნაირად რაღაცა განრისხება გამოვხატე რაღაც მოვლენის მიმართ და მე მოძღვართან თავი ვიქე რომ აი მეთქი მე ერთი კვირა ვითვენდი მეთქი და მოძღვარმა მითხრა რომ შენ არა გაქვსო განცდა თვისთა ცოდვათაო. შენ რო ქონოდაო განცდა თვისთა ცოდვათაო მაშინო ძმას არ განიკითხავდი და არ განურისხდებოდიო და ჭეშმარიტად ესეა თუ კი მე მაქვს ტკივილი ჩემი ცოდვებისა მაშინ მე რატო ვერ პატიობ სხვას იმიტომ რომ მე ჩემი თავის არასრულფასოვანად ვხედავ ჩემ თავს და ესე იგი ის მიკვირს რომ ეს ადამიანი რატო იქცევა ესე და ჩემი თავისა არ გამკვირვებია როდესაც მე თავად უამრავი დანაშაული მაქვს ღვთის წინაშე უამრავი სიმცივე მაქვს და როგორც ამბობს ანდრია კრიტელი არა არცოდვა რომელიც არ ამიცოდავს საქმით, გონებით, გულით, ფიქრით და აი ეს არის რომ ჩვენ ეს გვაქვს და მამა დავით, აი ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის ძიებაზე, ხო და ჭეშმარიტების შეცნობაზე, ჩვენი ცხოვრების მთავარ აზრზე. და თქვენ ბრძანეთ და ნამდვილად ასეა, ხომ რომ ყველა საკუთარი გზა აქვს უფლისკენ მისასვლელი, ინდივიდუალურია, ვინ როდის
მოძებნის ამ გზას და როდის შეიმეცნებს ჭეშმარიტებას და თუ კი ეს მოხდება, ესეც არის ღვთისგან, ხო, ბუნებრივი ადამიანს თავის ძალებით არაფერი შეუძლია. აი შეიმეცნა ადამიანმა ჭეშმარიტება, იცის სიმართლე, იცის რომ თუ უნდა მას ღმერთთან იყოს, ღვთისმცნებები უნდა დაიცვას და თუ სულისცხონება უნდა და გადარჩენა უნდა. ეკლესიური ცხოვრება არის ამისთვის ერთადერთი გზა. მაგრამ ადამიანი ამას არ აკეთებს. აი, როდესაც ადამიანს გამოეცხადა ეს ჭეშმარიტება, ანუ შეიმეცნა ჭეშმარიტება, იცის რა არის სიმართლე და ამ დროს აღარ შრომობს, აღარ იღწვის იმისთვის, რომ თქვათ იაროს უფლისკენ სავალ გზაზე და იცხოვროს ეკლესიურად. მას უფრო მეტი მოეკითხება? რა თქმა უნდა, ვისაც მეტი მოგვეცა, მეტი მოგვიკითხება და როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ როდესაც მაცხოვარი მოვა, პირველ რიგში ტაძარში დაიწყებს განკითხვას, ტაძრიდან მოგვიკითხავს ყველას და მერე განსჯის უკვე ერს. და აი ადამიანი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება არის ტალანტი, რომელიც მას მიეცა საჩუქრად, ყოლა დაუმსახურებლად. და ეს ებოძა საჩუქარი განძი, აი როგორც ძღვენი უფლისაგან ალმასი, ბრილიანტი აჩუქა ღმერთმა, რათა განამრავლოს და სხვაც დააპუროს. გლახაკნო დიდარნო სარწმუნოებით, აი ესე მიმართავს იაკობ მოციქული მორწმუნეთა ერს, რადგანაც ჭეშმარიტად სიმდიდრე არის სიმდიდრე, რომელიც მორწმუნე ადამიანს უყრია ხელთ. და ეს არის სიმდიდრე, რომელიც უნდა განხიდოს ყოველივე და მხოლოდ მას დაეუფლოს და მისით ხარობდეს ადამიანი, მას მოუაროს და მას ავივებდეს და ეს ჭეშმარიტება იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებით სხვა ადამიანზე ზეგავლენა ვიქონიოთ და როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, რომ ჩვენი ზიარებით, არა მხოლოდ ჩვენ ვეზიარებით, არამედ ეზიარებიან ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი მიცვალებულები. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგნატე ღმერთშემოსული ამ სიტყვას ამბობს, რომ თუ კი ადამიანმა ვერ მოახერხა მისი ცოცხლეში, ესე ვთქვათ, სიწმინდის მიღწევას და ვერ ცხონდა, ღმერთი მას ამას არ დაუკარგავს და გვარში მლოცველს აღუდგენს. რათა მისი ლოცვით აცხონოს ეს ადამიანი და ეს არის დიდი პასუხისგებლობა. ეს არის დიდი, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ეს ჭეშმარიტება, ესე იგი, გადადო და რაღაცა სხვა ამოფიქრებს მიიღო ხელი იმის გარეშე, რომ ჭეშმარიტება წინ გიძღუდეს. აი ისმის კითხვა, რომ ჩემ აი ადამიანმა უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, რომ რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი არის ჩემი შვილები და შვილიშვილები. რაც არ არის სწორი. რადგანაც შენ თუ გიყვარს შენი შვილები და შვილიშვილები, შენ უნდა გინდოდეს მათთან ერთად მარადიულად გაიხარო და შენ თავი ღმერთს უნდა მიუძღვნა, რომ ჭეშმარიტად გიყვარდეს შენი შვილები და შვილიშვილები და მათით ხარობდე საუკუნოდ უკუნითი უკუნისამდე, როგორც აქ, ასევე მარადისობაში და შენ კი თუ კი და მე თუ კი თავს მიუძღვნით ღმერთს და ადამიანები ამ გზნებარებას ჩვენში დაინახავენ, ჩვენი ოჯახის წევრები, შეუძლებელია მათზე ამან არ იქონიოს ზეგავლენა, რადგანაც ადამიანი ზეგავლენის ქვეშ ცხოვრობს. მასზე ზემოქმედებს მშობლის, ესე ვთქვათ, ქმედება, ის მშობლოს მიმსგავსებულია და როგორც ამბობს ერთი ცნობილი გამოჩენილი მოღვაწე თანამედროვეობის, ესეთი მსახიობი არის, რომელიც შვილების აღზრდას დაანებე თავიო, მაინც თქვენ დაგემსგავსებიანო, თქვენი თავი აზარდეთ. ანუ მაგალითი მხელა ძალა აქვს. დიახ, მაგალითი მხელა ძალა აქვს, ესე იგი, ერთს ვეუნებოდე და მეორეს ვაკეთებდე, ხო ესე არ გამოვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სახლში ლოცულობდეთ, ჩვენ სახლში მარხულობდეთ. აი თითქოს თანამედროვე შეხედულება არის, რომ რასაჭირო არის აღსარების თქმა. აი წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, ესე ვთქვათ, ეს შემოდის ეს ლიბერალური, რა ვთქვათ, შეხედულება, რომელიც არ არის სწორი, რადგანაც ბავშვს ჩვენ უნდა შევაძლებინოთ კრიტიკული იყოს საკუთარი თავის მიმართ. აი, როდესაც მოძღვართან მოდის ბავშვი, პირველი ჩვენ რასაც მას ვეუბნებით, აი მოდი პირობითად ავიღოთ საბა. აი მოდი შვილო საბა. აი შენ მითხარი, აი რა არ მოგწონს შენს თავში. და ბავშვი იწყებს ფიქრს. უპირდება, არ იცის ჯერ რა თქოს, აი წარმოდგენა არ აქვს, რას ქვია. აი ყველა აქებს ხო მას და აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ამ შეფასების უნარს ვუღვივებთ ადამიანს და ეს მანამდე რომ არც დაფიქრებულა, ხო, შესაძლებელია. დიახ, არც დაფიქრებულა და ჩვენ აი აქ შეკავების უნარს ვასწავლით უკვე ბავშვს. მარხვაც ეს არის. აღსარებასთან ერთად, რომ ყველაფერი
აი რა ახლა ბავშვი იმას რა ქვია, ჩვენ კი არ ვთხოვთ ბავშვს, არამედ შევაგონებთ, რომ დაიწყე შვილო და ეს დაიწყე, შეიძლება გავდადოთ 15 წელი, 17 წელი და აი 18 სანამ უკვე უმაღლესი, აი იქ შეიძლება უკვე მოძღვარმა უკვე უთხრას, რომ აი ცოტა მეტი ყურადღება მიაქცია ამ საკითხს, თორე იქამდე სულ შეგონებით არის ეს მარხვა, არც ერთი მოძღვარი ბავშვი მარხვას რაღაცა შეძლებს თუ არ შეძლებს, ამაზე არ არის მისი ზიარება დამოკიდებული, სხვა დამოკიდებულება გვაქვს აბსოლუტურად მოზარდების მიმართ, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დრო, როდესაც დადგება ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც ბოროტი, ეს ავისული, მას გაუჩენს სურვილს, თუნდაც სიგარეტი მოწიოს და ბავშვი ცხოვრობდა სულ იმ მისწრაფებით, რომ რაც მას სურდა, მას უსრულებდნენ, მან არ იცის საშუალება რითი შეეწინააღმდეგოს აი ამ თქვათ მავნე სურვილს და ეგ ზუსტად უკვე ასკეტიზმი. დათმენის ნებისყოფა აღარა. დიახ, და აი ეს არის ასკეტიზმი. როდესაც წრთობა აქვს ბავშვს გამოვლილი სულიერი, რომ მან იცის რომ რაღაცა სასარგებლოა, რაღაცა არ არის სასარგებლო, მისთვის ყველაფერი, ყველა სურვილი არ არის სასარგებლო და აი უკვე ეს მომზადებული არის ცხოვრებისათვის და გამყარებული აქვს მას ეს მტკიცე, ესე ვთქვათ, ნებისყოფა და აი ამიტომ არის საყვარელო, რომ ჩვენ აი ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ თავად ვიყოთ მაგალითი ბავშვების და ამავდროულად ჩვენც ვიყოთ. ისე არ იყოს, რომ მხოლოდ ბავშვი მიყვავდეს აღსარებას და ჩვენ არ ამბობდეთ. მე აღსარებას მახსოვს, რომ ერთი მშობელი მოვიდა და მითხრა, რომ ახლა მზად არა ვარ, რომ მამა აღსარებისო, მაგრამ თხოვო ჩაიბარეო და რატომ მეთქი და შვილი მეუნებო კი, მაგრამ შენო როდის ამბობ აღსარებასო და მე ვუძღარი ხო ხედავ რომ გეუნები მეთქი, უნდა თქვა შენს აღსარებაში. მე რომ მოკავარო აკავ, შენ არ ამბობ აღსარებასო ბავშვს უთქია და ამხილა ბავშვი. ამხილა ბავშვი, მაგრამ შენც უნდა იარო მამიგო აღსარებაზეო და ესე ვთქვათ ბავშვი მამაც ესე ვთქვათ გულმოდგინეთ ბავშვმა გაახსენა ამის შესახებ და აი ესე უნდა ვიყოთ და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ლოცვა, რაც არის მადლის მოწევა ხო ჩვენს ოჯახში, რაც არის ღმერთის მობრძანება ჩვენს ოჯახში, მფარველი ანგელოზის მობრძანება და ეს არის ბედნიერება, რომლითაც ჩვენ უნდა ვხარობდეთ და ჭეშმარიტად ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ როგორ ვიყოთ ბედნიერები და ბედნიერება არის სიმდიდრეში, ოღონდ იმ სიმდიდრეში, რომელსაც ქვია სულიერი სიმდიდრე, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი გვაქვს. და თუ კი ჩვენ რამე გვაკლია მადლი ღვთისა და აი ახლა როდესაც მარხვა არის, ყველას მოუწოდებთ, რომ მეტად ივიაროთ ტაძრისაკენ, მეტად მოვიდეთ ტაძარში, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენ სულიერ მდგომარეობას, როგორც ამბობს მაცხოვარი, როცა მარხულობ, იცხე თავსა შენსა, ხო? იგი ზეთი იცხე, 7 ზეთის ხებები ტარდება, კრიტელია, რამხელა სიხარული ტრიალებს, რამოდენა ბედნიერება ტრიალებს, ესე იგი აი ესე იგი გავსებული ხარ ადამიანი ამ სიხარულით, ეს არის ის სიხარული, რომელიც მთელი წელი უნდა გაყვეს შემდგომ და რა თქმა უნდა ის დღესასწაულები მაცხოვრისა, რომელიც შემდგომ იქნება, მოხდება განახლება ამ სიხარულების, ამ ბედნიერების და აი ამ სიხარულით და ბედნიერებით ხარობ ჩვენ და ღმერთმა არ მოგვაკლოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ბედნიერებას. მამა დავით, ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით გვაქვს 5 წუთი სასაუბრო დრო კიდევ დარჩენილი, გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აი, როდესაც გარდაიცვლება ადამიანის ოჯახის წევრი, ახლობელი, ბუნებრივია ხომ, ტკივილს განვიცდით, ტკივა ცრემლივგდის და რთულია ხომ მივიდეთ იმ აზრამდე და გავიაზროთ ის არ სრულდება ხორციელი ცხოვრების დასასრულით, მარადიულად ყოველთვის გრძელდება ბუნებრივია ცხოვრება. აი როგორ შეიძლება რომ დამოუკიდებლად შეუძლია თუ არა ადამიანი მივიდეს ამ დასკვნამდე, გაიაზროს ეს რომ არ დასრულდა ადამიანის ცხოვრება, გარდაცვლილი ცხოვრება, ის აგრძელებს მარადისობაში ისევ ცხოვრებას. დიახ და აი თუ კი ეს მოხდა ისე რომ ჩვენ მოახერხეთ რომ ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ჩვენ ყველანი ერთმანეთს ესე ვთქვათ ვეხმარებით ამ ქვეყანაზე გადასვლაში ხარ ამ მარადიო ცხოვრებაში და თუ კი ეს იქნება ბედნიერება, თუ კი ჩვენი ოჯახის წევრი ცხოვრობდა ღვთისნიერად, სიკეთით, აი ეს ორი მიმართულება ღვთისმსახურებითი და კეთილი ცხოვრების და წმინდა ცხოვრების წესი მას ჰქონდა, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და შევეცადოთ რომ აი ამ სულიერი ცხოვრებით ვაცხოვროთ ჩვენი ოჯახის წევრი და თუ კი ის წავიდა ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები, რადგანაც ჩვენ ვგრძნობთ ურთიერთ ლოცვით კავშირში ვართ, ჩვენ ვგრძნობთ მათ დალოცვას, აი ჩვენ ხშირად გაგვიგია, აი პატრიარქმა გვასწავლა პირველ ყოვლისა რომ მისი მშობლები
შეურლების სურათი ხატებთან აქვს და ჩვენც ხშირად გვასწავლა რომ მათ დაალოცინეთ თავიო უკვე იმ ქვეყნად როცა არიანო და ჩვენ როცა განსაკუთრებულად მძიმე დღეები გვაქვს მივდივართ შეურლების საფლავებზე პანაშვიდს ვიხდით ვთხოვთ შეწევნას დახმარებას ვჩერდებით და ვძნობთ მათ ლოცვას და მათ დალოცვას და ეს რა თქმა უნდა ამ მონატრებას ესე იგი სულ იქნება ეს მონატრება მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ არა უიმედო მონატრე არამედ იმედიანი მონატრება რადგანაც ჩვენ როცა შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს ჩვენ აუცილებლად ისინი მადლობას გვეტყვიან და ჩვენც მადლობას ვეტყვით მათ ლოცვისათვის და იმ სიყვარულისათვის რომელიც მათ იმ შრომისათვის რომელიც გაიღეს ამ ქვეყნად ჩვენთვის ჩვენი ცხოვრებისათვის და ასევე იმისათვის რომ ლოცულობდნენ ასევე თუ კი ახალგაზრდა ადამიანი წავიდა და ეს დაკავშირებული იყო რაღაც დაავადებასთან ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ღმერთი ეს არის სანატრელი რადგანაც არიან ადამიანებს როცა ეძახიან რაღაც ერთი დღით ადრე და არიან განსაკუთრებულად ვინც უყვართ მათ ერთი წლით ადრე ეძახიან თქვათ გააფრთხილებენ აი ეს გაფრთხილება თუ კი მიიღო ადამიანმა რომ ის მარადისობაში მიდიოდა ეს კიდევ უფრო ბედნიერებაა რადგანაც მომზადებული წავიდა ადამიანი ჩვენ ამას სწორად უნდა შევხედოთ სწორად უნდა გავიაზროთ და მადლობა ღმერთს რომ ეკლესიის შვილები ვარ და ღმერთი გვაძლევს ამ გააზრებას და ყველას მარხვა სინანულისას გისურვებთ რაც არის ძალიან დიდი ბედნიერება რადგანაც სინანულს სიხარული მოაქვს სინანულს სიმდაბლე მოაქვს და სიყვარული და აღდგომა სიხარულისა რომელიც ულევად გადმოიღრება რა თქმა უნდა ჩვენს გულებში დიდი მადლობა დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს უთხრათ რომ ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი 9 საათი შესრულდა მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად სტუდიაში დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაუბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად თეატრის სცენაზე და კინოში შესრულებული არაერთი როლი და დაუვიწყარი პერსონაჟები. ცნობილი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის სეროსი მანჯვალაძის დაბადებიდან წელს 100 წელი შესრულდა. დიდ მსახიობს სტუმართან ერთად გავიხსენებთ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. პირიქით თქვენ დიდი მადლობა. დიდი ეროსი უნდა გავიხსენოთ. საიუბილეო წელია მის. საბედნიეროდ ძალიან ბევრი როლი დაგვიტოვა ბატონმა ეროსი მანჯვალაძემ, როგორც თეატრში, ასევე კინოროლი, სატელევიზიო სპექტაკლები და ბუნებრივია სასაუბროც ბევრია. რომ გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ყველასთვის საყვარელი ეროსი მანჯვალაძე. როგორი იყო მისი პერსონაჟი, პიროვნება პირველ რიგში და შემდეგ უკვე როგორც მსახიობი და დიდი ადამიანი. დიახ, ბავშვით მორცხვი ამ ორი რაღაცა ძალზე ბუნებრივი, რა თქმა უნდა, ღვთისგან ნაბოძები ნიჭის და თან მორიდების ერთმანეთთან კოორდინაცია როგორ ხდებოდა, ვერ გეტყვით, თუმცა დიდ მსახიობებს იშვიათად, მაგრამ გამოარჩევთ ასეთი მორიდება, მართალი გითხრათ, სწორედ იმ მსახიობებს და იმ ადამიანებს, ვისაც აი ესეთი გასაოცარი ნიჭი აქვთ მომადლებული ღვთისაგან, მაგრამ ეროსის პიროვნება კიდევ რაღაცა სხვას იტევდა, იცით, გახლდათ ეს მისი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ხმა, რომელიც ცალკე არსებული ფენომენია, ცალკე პერსონაჟია, რომ არა ბატონი ეროსის ხმა, ალბათ დამეთანხმებით, რომ კინოში მაგალითად პიპინი ერისთავის აი ესეთი სრულქმნილი სახე ვერ
დაიბადებოდა, ვერ შეიქმნებოდა და თაობებს ვერ გადასწუდებოდა, ხო? ეს რაღაც ჰარმონიული ერთიანობა მისი. სწორედ მის ხმამ შექმნა, ხო? რასაკვირველია, იცით, მაგრამ ამას კიდევ ეს პერსონაჟი რასაკვირველია, ამას კიდევ გაიგივების და აი იმ პერსონაჟის აღქმის სხვა ნიჭი უნდა აბსოლუტურად განსხვავებული. ერთია, როდესაც მის სხეულში იბადება ეს ყველაფერი და ზედაპირზე ამოდის. მეორეა, როდესაც ის ხედავს აი ეს ხმა ხედავს იმ პერსონაჟს თავისი ბუნებრიობიდან გამომდინარე. მისი ეს ოდნავ პათოსით სავსე, რაც საჭირო იყო, მაგალითად პიპინიასთვის საჭირო იყო უდაოდ ეს პათოსი, იმიტომ რომ ასეთად არის ეს უკუთავი პერსონაჟი ჩაფიქრებული, ხო? მისი ეს პათოსით სავსე გასაოცარი დინება, მდინარესავით მავალი ხმა, ხომ, ნუ ახლა რომ სპორტული კომენტატორი იყო გასაგებია, მაგრამ კინოსა და თეატრში გახლდათ ცალკე მოვლენა და საოცარი ჰარმონიით ეწყობოდა მის, ასე ვთქვათ, აი ამ გარეგნულ ნიშნებს. პეპო, არაჩვეულებრივი პეპო, რომელშიც ქალბატონი მედია ჩახავა იხსენებდა, ამბობდა, რომ ნუ ყოველი სპექტაკლის ეიმი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ის გახლდათ იმპროვიზატორი და სხვადასხვაგვარი და იგონებდა რაღაცებს, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა იმ წუთას შემდეგ, შედიოდა ამ როლში და პასუხობდა თავისთავად და აი ზიმზიმოვისა და ზოგადად ზიმზიმოვის ფენომენი პეპოში და შემდეგ გეორგ გეორგოვი ვერის უბნის მელოდიებში მართალი რო გითხრათ ეს ორი მსგავსი პერსონაჟი მაინც ორი სრულიად განსხვავებული მოვლენაა კინოსა და თეატრში. ხო, მას შეეძლო ერთი და იგივე წარმომავლობის რაღაცა საფუძვლიანი მახასიათებლების ფონზე ორი განსხვავებული მოვლენა გაეთამაშებინა. საოცარი ხმა ისმის ახლა და სხვათა შორის აი ხმაზე გააკეთე თავიდანვე აქცენტი ქეთი და ნუ როგორც სპორტული კომენტატორი კიდე ცალკე მოვლენა იყო ბატონი ეროსი მანჯგალაძე 17 წლისას გაუმარჯვია ესე იგი კონკურსში და შეურჩევიათ იგი როგორც რადიოს დიქტორი მისი ბიოგრაფიიდან. ამიტომ სწორედ მისი განუმეორებელი ხმის გამო. ხო, აი ცალკე დრამატურგიაა ეს მისი ხმა, რომელიც ვახსენეთ. რასაკვირველია და ცალკე ნიჭია ის, რომ აი ამ ხმასთან ერთად ეროსის გარდასახვისკერა ძალიან ფართო დიაპაზონის მატარებელი მსახიობი გახლდათ, ხომ მართალია რა, ოიდიპოსი აქვს ნათამაშები. ოიდიპოსი მაშინ და იქ სადაც ხორავა გახლდათ. ეხლა ეს რაღაცა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ხასიათის შექმნა უნდა შეგეძლოს იმისთვის, რომ ეს მოახერხო და მეთანხმებით ალბათ. და ყარყარեց, ხო? რა თქმა უნდა, განსხვავებული აზდაკი იყო, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა და თანამედროვენი და სპეციალისტები, ვინც ნახავთ მისი აზდაკი. მე არა, მაგრამ მე ვიცი უფროსი თეატრცოდნეების აზრი და ვიცი რომ ეს გახლდათ აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა იმისაგან, რაც ჩვენ გენიალური რამაზ ჩხიკვაძისაგან გვახსოვს. რატომ? იმიტომ რომ, ნუ, აი ეს ერთგვარად ქუჩის მოხეტიალე მსახიობისა და ფილოსოფოსის ნაზავი, ხო, რომელიც ოდნავ ცინიზმში და თვითირონიაში გადადიოდა, ეს იმდენად იყო შერწყმული მის პერსონაჟში, რომ სულ სხვა სახეს ქმნიდა და არც იყო საჭირო იქ რაიმეს დამატება. ზოგადად ეს გახლდათ არტისტი, რომელიც ეძებდა. აი მაგალითად, ჭინჭრაკა ყველამ ვიცით, როგორი სპექტაკლი იყო, კიდევ კარგი რომ შემოუნახა საქართველოს ტელევიზიამ, ნუ აი ეს არაჩვეულებრივი და სრულიად გამაოგნებელი ფრაგმენტები ამ სპექტაკლიდან მაყურებელს, მაგრამ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის და მე გამიგია ეს, რომ აი ამ დათვის როლზე მუშაობისას, ხო, ბატონი ოროსი კიდევ ღამე დღისით, შუადღისას თავისუფალ დროს კითხულობდა და ეძებდა რაღაც დამახასიათებელ თვისებებს ისეთ, რომელსაც შემდეგ ცოცხალ პერსონაჟში გადმოიტანდა. ანუ მუშაობდა ძალიან ბევრს როლს. აი, ამ როლზეც კი, რომელსაც ხო მისთვის სახასიათო რაღაცა ნიშნებიდან გამომდინარე ხო ბევრი რამ არ სჭირდებოდა, შეიძლება და სხვა მსახიობი ამას სხვაგვარად მიუდგებოდა, ის ისეთივე სერიოზულობით თამაშობდა ყოველივე ამას, როგორც ანტიკური ტრაგედიისთვის დამახასიათებელ სერიოზულობას უხდება. გესმით? ეს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. ჯერთი პასუხისმგებლობის განცდა ჰქონდა სხვაგვარი. ისეთი, რომელსაც უნდა ვსწავლობდეთ. და ყველა უნდა სწავლობდეს, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ უნდა იყოს ალბათ მსახიობისთვის. რა თქმა უნდა და ადამიანისთვის საკუთარ თავზე. ამას ქართველ ლევიტანს უწოდებდნენ და ადამიანისთვის, რომელიც
აი ხასიათის და განწყობის და ზოგადად ეპოქის მომტანია მაყურებლისთვის, ხო, ეს პასუხისმგებლობის განცდა სულ სხვა რამ გახლავთ. ის მუდმივად იზრდებოდა. გარდა იმისა, რომ იზრდებოდა და კითხულობდა, დროს იტოვებდა 11 საათის შემდეგ იმისათვის, რათა ახალი რამ გაეგო და გაეაზრებინა, ხო? ეს ხო ის თაობაა მსახიობებისა, რომელიც მუდმივად კითხულობდა ამას, როგორი დიდი მნიშვნელობა და როგორ ჩანს ეს სცენაზე, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, დიახ, რა რესურს ფლობდნენ ისინი, იმიტომ რომ ამ უნივერსალური პროფესიების მატარებელი ადამიანები მაყურებლის წინაშე მუდმივად ვალდებულად გრძნობდნენ თავს. ეს არ იყო ის სივრცე, რომელიც არა აკადემიზმს აიტანდა დამერწმუნეთ. და ბუნებრივია, რომ მათ აჟიტირებაც შეეძლოთ, პათოსის მოტანაც შეეძლოთ, განწყობის შეცვლაც შეეძლოთ და ასეთი იყო ბატონი ეროსი, მაგალითად, სრულიად უწყინარ ფილმში თოჯინები იცინიან, მისი სახე, ბატონი იპოლიტეს სახე და მისი სახე ორი ის ფენომენი გახლავთ, რომელმაც როგორ გითხრათ, ერთგვარად სრულიად ირონიულ ჭრილში გადაიტანა, აი ყველაზე იული განწყობა მაყურებლისა მოიტანა იმ დროს, როდესაც სოციალისტურ ფილმებს სულ სხვა მისია ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სოციალიზმიც კი ქართულ კინოში ძალიან საინტერესო მოვლენა გახლავთ, იმიტომ რომ ის ხასიათის მატარებელია, მაგრამ რის ხარჯზე? აი ეროსი მანჯგალაძის მსგავსი ადამიანების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც შეეძლო გაეცოცხლებინა. ახლა აქ მხოლოდ ეროვნულ ხასიათზე ხომ არ არის ლაპარაკი, არა, სრულიად ცოცხალი ფიგურაა, რომელიც განიცდის, ეჭვიანობს, ეშინია, მისთვის საყვარელ საქმეს რაღაცა სრულიად ბავშვური უშუალობით უდგება, აინტერესებს რა გამოვა აქედან და სწორედ ამიტომ ის მუდმივად ცოცხალია გესმით. თუ სადმე აი ამ სხვა ფილმებში პერსონაჟები ჩაიკარგნენ, აი ეს მსახიობი, იპოლიტე ხუჩიას მსგავსი მსახიობი, რამაზ ჩიკვაძის მსგავსი მსახიობი ხომ ვერ ჩაიკარგება. ყველაზე უსახურ როლშიც კი, ანუ ჩანაფიქრში თუ ეს როლი უსახურია, ის ვერ ჩაიკარგება. იმიტომ რომ თვითონ შექმნის ამ პერსონაჟს, რომელიც დაამახსოვრდება ყველას და ეს ნამდვილად გამოსდიოდა ბატონო. რა თქმა უნდა, აი ბატონერის. ქვევრი მიდის ეკრანზე. და იცით რა შეა საქმე არ შემიძლია აქ რომ არ აღვნიშნო გარდა იმისა რომ ხა ეს პირანდელოს მოთხრობაა და გარდა იმისა რომ თავად ნაწარმოებია გენიალური ეკრანიზაცია სრულიად უნიკალური მოვლენა იმიტომ რომ აქ გადმოქართულებაზე არ არის ლაპარაკი ეს ეროვნული ხასიათების მთელი გალერეაა ხომ გარდა ამისა თუ დავაკვირდებით და ჩვენ მაყურებელს ახსოვს ალბათ ეს ერთი შტრიხია რომელიც ყველაზე მეტად საინტერესოა როგორ შემოდის მაყურებელს როგორ ენახება აი ეს ფანტასტიკური პერსონაჟი, ხომ, პატარა როლის შემსრულებელი ეროსი მანჯგალაძე, რომელიც აი ამ ძალიან დახვეწილი ხელთათმანებით და გასაოცარი სიარულის მანერით უერთდება აი ამ სრულიად მოულოდნელ სიტუაციას და მხოლოდ შემდეგ აღშფოთდება, გესმით, ეს რაღაც ხასიათის გადასვლის გრადაცია, რომელიც მაშინ ბუნებრივად მოდის. ძალიან დახვეწილი და გაწონასწორებული სამართალდამცველიდან აი ესეთ ღია, ოდნავ აღშფოთებულ და ბავშვივით გულწრფელ ადამიანამდე მიდის და მაყურებელს ეს ბუნებრივია რომ არათუ ამახსოვრდება, არამედ მისი მეხსიერებიდან მსგავსი მოვლენის წაშლა შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს გახლავთ ერთგვარი სრულქმნილი სამსახიობო ნაზავი იმისა, რასაც ქვია პროფესიონალიზმი, აკადემიზმი, ნიჭი გარეგნობაში შერწყმული ნიშნები და მახასიათებლები. ხომ ვერ წარმოვიდგენთ ალბათ მე და თქვენ რომ აი გარეგნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, რადგან ვახსენე ეს სიტყვა მაინც ვიტყვი თუ შეიძლება და გავამახვილებ ამაზეც ყურადღებას, მე და თქვენ ხომ ვერ წარმოვიდგენთ რომ მანჯგალაძე შეიძლებოდა ბატონ ეროსი შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი, სხვა გარეგნული ნიშნების მატარებელი. რატომ? იმიტომ რომ მისთვის როგორც არტისტისთვის ეს მისი რაღაცა მომადლებული გამომეტყველება ძალიან მოძრავი მზერა, საოცრად მოძრავი მზერა, რომელსაც ზუსტად იქ იყენებდა სადაც საჭირო იყო, ხომ? მისთვის ეს გახლდათ არა უბრალოდ ინსტრუმენტი, არამედ ის საჩუქარი, რომლითაც აი ესე უშუალოდ შეეძლო ესაუბრა მაყურებელთან, წარმოსახვით მაყურებელთან და ცოცხალ მაყურებელთანაც მართალი გითხრა. კეთი, აი ეს არტისტიზმი დიქტორსა და კომენტატორსაც ჭირდება ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ჭირდება კომენტატორი. შესრულებისას, კომენტატორი თავისთავად დიახ, ხო ფეხბურთი ხო ასევე ხელოვნებაა და
კომენტატორებს იმ დროს განსაკუთრებით დღესაც რასაკვირველია და იმ დროს განსაკუთრებით აი ყველაზე დიდი მისია ჰქონდათ ალბათ სპორტის გახმოვანებასთან დაკავშირებით მე გულისხმობ მოვლენათა გახმოვანებას ისინი თავად ცალკე წარმოდგენას ქმნიდნენ კიდევ რაც ეროსი მანჯგალაძეს სხვაგვარად შეეძლო ის ხანდახან სხვათა შორის სპორტული ასპარეზობის დინებასაც კი ცვლიდა არსებობს ესეთი მაგალითებიც როდესაც გოლი დამალა და ეს განგებ გააკეთა სპეციალურად იმისათვის რათა ნაკლები ტრაუმა არა განგებ ქართული მაყურდი ქართული გულშემატკივრის გააკეთა ეს რასაკვირველია ისევე როგორც ნუ უბადლოდ ხუმრობდა და იმპროვიზირებდა იქ როგორც სცენაზე ასევე იქაც იმპროვიზირებდა ხო მაგალითად ერთხელ ძალზე გაბრაზებულმა იცით ეს ამბავი ალბათ ძალზე განაწყენებულმა იმაზე რომ მატჩი ცუდად მიმდიოდა თქვა რომ მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კეთილიო და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ მასთან დამოკიდებულება კიდევ უფრო საინტერესო და ინტიმური, ნუ ინტიმური იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებელს სრულიად ცოცხალ არსებად მიაჩნდა ეს ხმა. ხომ გესმით, არა? ეს ძალიან იშვიათია. ეს ცოცხალ არსებად მიგვაჩნია დღემდე. ალბათ თაობებისთვის იქნება ასე. ის რომ მის უკან წარმოსახვითი ადამიანი დგას, მე ხა კომენტატორის თუნდაც პიპინიერის თავი, ნუ ეს ხო რაღაცა განუმეორებელი შექმნა და დატოვა. ეს ერთი მოვლენაა და მეორე გახლავთ ის რომ ზუსტად ისეთივე ერთგვარი არ მიყვარს ეს სიტყვა ლიდერი, მაგრამ აი იმ სამსახიობო თაობის აი ავანგარდია ბატონი ეროსი მანჯგალაძე, რომელმაც უბრალოდ შეცვალა, გადაასხვაფერა და წარმოუდგენლად ლაღი გახადა ქართული კულტურის ცხოვრება იმ პერიოდში. წავიდა მაინც, ხო, 80 ძალიან ადრე წავიდა, ძალზე ადრე წავიდა, ეს ყველაფერი მის ბავშვურ და გულჩულ აღქმაზე იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მუდმივად უხდებოდა და ძალიან ხშირად უხდებოდა საკუთარ შიშებთან გამკლავება. ბუნებრივია ეს რაღაცა სისუსტეები, რომელიც დიდ არტისტებს ახასიათებთ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. თეატრმა და კინომ შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად გამოიყენა მისი პოტენციალი. კარგად გამოიყენა მისი პოტენციალი, აქ გულისწყვეტა შეგვიძლია რომ არ გქონდეს, თუმცა კი, რა თქმა უნდა, ალბათ ერთი 20, 30, 40 წელი რომ გქონოდა, ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო იქნებოდა შემდგომ მისი ნამუშევრები ქართულ კინოსა და თეატრის სცენაზე. თეატრალური სცენა ის სკოლა გახლდათ აკადემიზმისა, რომელიც ამ თაობის მსახიობებმა მოიტანეს კინოში, სადაც არტისტთან მუშაობა დაუსრულებლად ვითარდებოდა და იზრდებოდა ეს პროცესი. და სწორედ ასეთი აკადემიური და აკადემიზმის მაგალითი იყო ბატონი ეროსის ნამუშევრები კინოსა და რადიო თეატრის დაარსებაც უკავშირდება მის სახელს. რა თქმა უნდა, იცით, აქაც ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუნდაც აი სამწუხაროდ მის გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩაწერილი აი ეს მის მიერ გახმოვანებული ფანტიაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი მოვლენა, ძალიან საინტერესო. აი ტელეთეატრთან დაკავშირებით არ შემიძლია არ აღვნიშნო ქეთო და კოტე მისი ხანუმა და მისი ფანტიაშვილი და რამაზ ჩიკვაძის დუეტი, როდესაც ის გარდაისახა მე-19 საუკუნის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სოციალურ ტიპად, არა უბრალოდ ფანტიაშვილად პიესიდან, არამედ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტიპად, გესმით, რომელიც მთელ სოციალურ ფენას აიგივებდა საკუთარ თავში. დიახ, აი ქეთი ახალგაზრდა მსახიობებისთვის, თქვენ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში, ასევე სამხატვრო აკადემიაში და მომავალი ხელოვანებისთვის, არა მხოლოდ მსახიობებისთვის, ალბათ საინტერესო არის ეროსი როგორც მოვლენა და ალბათ კარგი მაგალითია, ხო? თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, როდესაც ესაუბრებით თქვენ სტუდენტებს. იცით რა, არა მხოლოდ მაგალითი. საქმე რაშია, რომ ეროსი მანჯგალაძე როგორც მოვლენა და წეღანმე უბრალოდ არ ვახსენე აკადემიზმი პროფესიასთან დამოკიდებულების ერთგვარი მაგალითია. რაც მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს და დღევანდელ რეალობაში ალბათ მაინც სხვა დონეზე უნდა გავაჟღეროთ და სხვაგვარად უნდა სხვაგვარი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ ამ პროფესიას. რატომ? ეს ყველაფერი ავალებს ახალგაზრდა მსახიობებს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ პროფესიასთან და ზოგადად თავის საკუთარ მოქალაქეობრივ, სოციალურ, ზნეობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით. არც ერთი ამ მსახიობთაგანი და განსაკუთრებით
ეროსი მანჯგალაძეზე რამდულად შეიძლება ეს ითქვას, სინდისის ზნეობრიობის წინააღმდეგ არასოდეს არ წასულა, იმიტომ რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს და კონკრეტულად ბატონი ეროსი მანჯგალაძეც მიიჩნევდნენ ბუნებრივია ეპოქის და ადამიანების წინაშე ვალდებულ და პასუხისმგებლიან პერსონალიებად, რომელთაც ალბათ უფრო მეტი მოეთხოვებოდათ იცით, ვიდრე ჩვეულებრივ რიგით და სისუსტით აღსავსე ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ მათ უწევდათ საჯაროდ გამოსვლა აუდიტორიის და ადამიანების წინაშე და რაღაც ნეობრიობის მაგალითს და ღირსებას ისინი ტოვებდნენ მაყურებელში. ხომ ასეა? რამდვილად. ამიტომ ეს მისითვისება სწორედ ის ზნეობრივი მაგალითი გახლავთ, რომელიც შესაძლებელია ხო ამ წუთას პროფესიას არ დაუკავშიროთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი ერთიანია. და პირველ რიგში აი ღირსების ეს განცდა უნდა მივიტანოთ ახალგაზრდა თაობამდე, რომელმაც უნდა ისწავლოს რა ჰქონდა განსაკუთრებული ამ ღირსებით სავსე ადამიანს იმგვარი, რომელიც მას საშუალებას არ აძლევდა ზედმეტად აღმატებით საფეხურზე აღეკვა საკუთარი თავი. ამ დროს ის გახლდათ ის ადამიანი, ვისაც ეს შეეძლო. ქონოდა ეს ამბიცია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა აიძულებდა მას? ეს პასუხისმგებლობის გრძნობაა და პასუხისმგებლობის განცდა და მადლიერების შეგრძნება, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს ყოველთვის ჰქონდა. იცით რა, ეს ალბათ ადამიანებად გვაქცევს, ხომ მართალია რა? ეს ის აუცილებელი თვისებაა, რომელიც ამ პროფესიაშიც აუცილებელია. ყველა პროფესიის ყველა ადამიანს პროფესიის ადამიანს ჭირდება და რამას ჩიკვაძე ბრძანებდა და რამოდენიმეჯერ იმეორებდა, რომ მე კი ბედის და ყველაფრის განგების მადლიერი ვარო. და ამ მსახიობებს ეს ჰქონდათ უდაოდ. ისევე როგორც მომადლებული ჰქონდა ეროსი მანჯგალაძეს. ეს მადლიერების განცდა მას საშუალებას არ აძლევდა ზნეობრიობის საკითხი სხვა ჭრილში განეხილა და ოდესმე რაღაც დაუშვათ აი განურჩეվել აგრესიამდე მისულიყო თუნდაც რაიმეს წინაშე. ხომ მართალია რა ეს? ამიტომ ამ მსახიობებს და ამ არტისტებს და ეროსი მანჯგალაძეს ალბათ ეს ბევრად უფრო გამძაფრებული ჰქონდა ვიდრე რომელიმე რიგით მსახიობს. ახლა მე არ ვამბობ რომ მათ არ ჰქონდათ ეს განცდა, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ეს ჩანდა, საქმეც ამაშია. ჩვენ ამას მორცხობას მივაწერთ, მის მორიდებულობას მივაწერთ, მის ბავშვურ და ხანდახან ინფანტილურ დამოკიდებულებას მივაწერთ, ხომ ყოფითი საგნების მივაწერთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მას ეს ჰქონდა და ჩემი აზრით ეს ღირსებაა. რომლისგანაც უნდა ვისწავლო. დიდი მადლობა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსვენა. 100 წლის იუბილეა და ალბათ ბევრი ღონისძიება დაიგეგმება და თქვა გვექნება საშუალება, რომ ჩვენც გავაშუქოთ და კიდევ ვისაუბროთ. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და სიუჟეტ შემოგთავაზებთ ჩვენი გადამღები ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილება სტუმრობდა, სადაც ძველი წიგნების რესტავრაცია და კონსერვაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორ მუშაობენ სპეციალისტები უძველეს გამოცემებზე და რა მეთოდით უფრო ვრცლად ამას ჩვენი სიუჟეტიდან შევიტყობთ. სამსახურში მოვდივარ აი დიდი ენთუზიაზმით, იმიტომ რომ წინა დღეს დატოვებულ საქმიანობას ტოვებ იმ იმედით, რომ ძალიან სწრაფად დაუბრუნდები და მეორე დღეს გავაგრძელებ ძალიან საინტერესო საქმეს. ვერ წარმოიდგენთ ისეთ საინტერესოს. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებაა. აქ სპეციალისტებს პირდაპირი შეხება აქვთ უძველეს ისტორიულ მასალასთან. მეტიც, მათზეა დამოკიდებული ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების გადარჩენის საკითხი. ძველი წიგნების სუნითა და საქმის სიყვარულით გაჯერებულ გარემოში უკვე უამრავმა წიგნმა შეიძინა ახალი სიცოცხლე. ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი წელი გავიდა, 13 წელი, უკვე მე-13 წელია, რაც განყოფილებაში მუშაობ. ძალიან რთულია და ძალიან სანერვიულოა. ჩემს ხელმძღვანელობასთან, როცა გვაქვს ხოლმე ესეთი ერთობლივი შეკრებები, სულ ვღელავ ხოლმე და ვფიქრობ, აი, წინა წელზე როცა არის საუბარი, მაგალითად 2024 წელი. რომელიღაც წიგნი ხო არ გამომრჩა, ძვირფასი, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და დავხარჯეთ დრო იმაზე, რომელიც ნაკლებად საჭიროებდა
გაკეთებას. მასალები იცვლება, უფრო კარგი მასალები შემოდის, რაც წიგნისთვის უმჯობესია რომ გამოვიყენოთ. ამის მიღებას ჩვენ ცოტა რთულად, მაგრამ ვცდილობთ მაინც. ამიტომაც ვაყოვნებთ ხოლმე და ბევრს არ ვაკეთებთ არასოდეს ამ ძალიან ძვირფას დოკუმენტებს, იმიტომ რომ აი რო გადავხედო მაგალითად წარსულს 5-6 წლის წინ, როცა ჩვენ წიგნი გავაკეთეთ, მაშინ ისეთი ძვირფასი არ იყო, რაღაცეები და არ ვიცოდით, რაც ახლა ვიცით. ამიტომაც რაც უფრო მეტი ინფორმაციას ვიგებთ, მაგალითად აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ახლა კიელნის უნივერსიტეტის რესტავრატორებთან, აქტიურად ჩამოდიან ყოველ წელს ჩვენთან და მათი ჩამოსვლა ჩვენთვის ძალიან დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენ უზიარებთ ჩვენგანაც ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ ისიც ბევრ რაღაცას იგებენ და რა თქმა უნდა იმათგანაც ძალიან ბევრ საინტერესოს ვიგებთ. ამ მეგობრობა მოიტანა ის რომ მაგალითად შარშან 2024 წელს 3 ძალიან ძვირფასი წიგნი გავარესტავრირეთ გერმანელ რესტავრატორებთან ერთად, ისინი 2 თვის განმავლობაში იყვნენ ჩამოსულები და ძალიან საინტერესო ესეთი სარესტავრაციო ჯგუფი შედგა ჩვენსა და მათ შორის კოლაბორაცია და ძალიან კარგი რესტავრირებული წიგნები დაგვრჩა რა თქმა უნდა ჩვენ. ეს უნიკალური გამოცემა მე-19 საუკუნემდე მღვდელმსახურებაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა. მისი ავტორი საეკლესიო მწერალი გერმანე მოძღვართუხუცესია. წიგნი 1711 წელს ვახტანგ მე-6-ის სტამბაში დაიბეჭდა. როგორც სპეციალისტი ამბობს, კრებულს ურთულესი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მის რესტავრირებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. რესტავრაციის განყოფილებაში როცა ვირჩევთ წიგნებს, პირველ რიგში ვირჩევთ ქართულ წიგნებს და აუცილებლად დავიწყეთ ვახტანგ მე-6-ის დროინდელი წიგნების რესტავრაცია და აქტიურად ყოველ წელს მიმდინარეობს. ეს არის გერმანე მოძღვართუხუცესის წიგნი, ვახტანგ მე-6-ის სტამბაში დაბეჭდილი დოკუმენტი, რომელიც არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ვიკვლევ და შევდივარ სიღრმისეულად თუ საიდან მოვიდა ეს დოკუმენტი. გერმანე იყო ვახტანგ მე-6-ის კარზე მწერალი, საეკლესიო მწერალი, რომელმაც 1710 წელს ჯერ კიდევ მისი რედაქტორობით გამოიცა კონდაკი. ეს წიგნი 1711 წელს გერმანეს ღვთისმეტყველების წიგნი, ეს წიგნი მე-19 საუკუნემდე იყო სამაგიდო წიგნი ღვთისმსახურებაში. თან მაქვს ხოლმე დოკუმენტაციის ფორმა, აუცილებლად სანამ დავიწყებ მუშაობას, ვინიშნავ ხოლმე დოკუმენტაციაში რას შევეხე, ხო? წერ ხოლმე მნიშვნელობა წიგნის რესტავრაციამდელ პერიოდს როგორ უნდა გავაკეთო და რესტავრაციის შემდგომ უკვე როგორი მასალა გამოვიყენე, რომელი წებო გამოვიყენე, რომ პასუხისმგებელი ვიყო არა მარტო ხელით, არამედ საბუთითაც და შემდგომ უკვე ამ დოკუმენტაციას დასრულებისთანავე ვაწერ ხელს, რომ მე ეს მატყები ჩავამ, გავარესტავრირე ეს დოკუმენტი. ამ შემთხვევაში კონსერვაცია შეუძლებელია, რადგან თქვენ ხედავთ ძალიან დაზიანებულ დოკუმენტს. ეს არის ძველი დაზიანებები და ანუ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საცავებში ძალიან კარგი იდეალური პირობებია ჩვენი დოკუმენტებისთვის შექმნილი, რადგან ჩვენ ვაკონტროლებთ ტემპერატურა ტენიანობის მონაცემებს და ვცდილობთ, რომ ის ტემპერატურა შევინარჩუნოთ და ტენიანობა, რაც ჩვენ დოკუმენტებს სჭირდება და შეუნარჩუნებს იმ სტაბილურობას, სანამ რესტავრაცია ჩაერთვება საქმეში. როგორც იცით და მოგეხსენებათ, ეს წიგნები, რა თქმა უნდა, ეკლესიაში აქტიურად გამოიყენებოდა ღვთელმსახურებაში და სავარაუდოდ ეკლესიაში ღვთელმსახურების დროს ეს ფურცელი როცა ამოვარდა, მამაოები ცდილობდნენ რაღაცნაირად თავისი ძალებით გადაერჩინათ ფურცელი შეენარჩუნებინათ და მოეტანათ ჩვენამდე და ამას ძალიან კარგად აკეთებდნენ. რადგან ეს კინძვა არაფერს დიდად არ უშავეს ფურცელს და ანუ ეს რო არ ყოფილიყო, ეს ფურცლები ჩვენამდე ვერ მოვიდოდა. თქვენი ასე ეწოდება წიგნს, რომლის აღდგენაზე მუშაობაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ უკვე დაასრულა. ამ დოკუმენტის დაბეჭდვის სუსტი დრო უცნობია. სავარაუდოდ 1756-62 წლებშია გამოშვებული. ეს წიგნი არის თქვენი კალენდარია, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერია.
ეს სამი თვე არის საეკლესიო ლიტურგია არის აქ ჩანიშნული 1756-62 წელს ნაბეჭდი წიგნი დანაკლისი იყო გაუკეთეთ ტონირება იმ პერიოდში ყველა ტყავის ყდას ჰქონდა ხოლმე აუცილებლად ორნამენტირებული ჩარჩოები, შიგნით აუცილებლად მცირე ზომის გამოსახულება და სცენა ამ შემთხვევაში ჯვარცმა იყო და სამწუხაროდ რომ ეს გააფერმგთალმა ჯვარცმის გამოსახულება უკანა მხარე სამწუხაროდ ვერ განირჩევა და დაკარგული გვაქვს. ჩვენ განყოფილებაში ამ ყდას გავუკეთეთ დუბლირება და ალტერნატიული ჩვენი 21 საუკუნის ტყავი, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ტყავით დავადუბლირეთ. შიდა მხარე ყოველთვის ტყავის ყდებს ჰქონდა ხის დაფები და ამ შემთხვევაში ხის დაფა იყო რამდენიმე ნაწილად დამტვრეული და რესტავრაციაში მოხდა ამ ტყავის ყდის შეერთება და გამაგრება. რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად დოკუმენტებზე რესტავრატორების, მკინძავებისა და ჰიგიენისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. საქმის სიყვარული, სიფრთხილე და ერთმანეთის დახმარება ესაა ის სამი ძირითადი პრინციპი, რომლებიც განყოფილების სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ჩვენ წინაშე არის ხდება ფურცლის გამჟავების პროცედურა. ეს რას ნიშნავს? ფურცლის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მასში იმატებს მჟავიანობა და ტუტე და მჟავა იმატებს, რაც იწვევს მის გაყვითლებას და მსხრევადობას. ამ პრობლემის აღმოსახვხრელად ჩვენ ვახდენთ მის გარეცხვას ცარცის სპეციალურ სუსპენსიაში. საწყის ეტაპზე ჩვენ გვაქვს ხელსაწყო, სადაც სინჯარაში ვყრით სინჯებს, ამ ქაღალდის სინჯებს და ვადგენთ, ესე იგი, ქაღალდის მჟავიანობას. ეს ხელსაწყო ჩვენ გვაჩვენებს, რამდენი რია მოცემულ შემთხვევაში, თუ ეს ნიშნული კვე 5-ს უახლოვდება, საჭიროა ფურცლის განმჟავება. გამომდინარე აქედან ჩვენ გაურეცხოთ, შეიძლება ერთხელ მოუწიოს გარეცხვა, შეიძლება ორჯერ მოუწიოს გარეცხვა, ესე ცარცის იმაში ჩავდებთ ხსნარში 5 წუთის განმავლობაში ფუნჯის საშუალებით ვრეცხავთ მას. ესე. გარეცხვის შემდეგ დიდხანს არ უნდა დავაყენოთ, რათა არ დალბეს ფურცელი. გარეცხვის შემდეგ ამას აქვს ქვევიდან სპეციალური სადები, რის საშუალებითაც ჩვენ ამას ამოვიღებთ აქედან, აბაზანიდან. ესე. გადავწუროთ და გადაგვაქვს სპეციალურ ვაკუუმის მაგიდაზე. ვაკუუმის მაგიდა რას ნიშნავს? ეს იწოვს ჰაერს უკუ გაწოვაკ და აშორობს ფურცელს, რათა არ მოხდეს მისი დეფორმირება. შეიძლება ერთი და იგივე ფურცელს დაჭირდეს ამ პროცედურის ჩატარება 2-ჯერ, 3-ჯერ, ანუ ჩვენ კიდე გავზომავთ მასში მჟავიანობას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტა დაჭირდება თუ არა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ უკვე მრავალი ისტორიული დოკუმენტი გადაარჩინა და დღესაც აქტიურად განაგრძობს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც წიგნებისთვის პირველი იერსახის შენარჩუნება ჰქვია. დიდი მადლობა ნინის ასეთი საინტერესო სიუჟეტისთვის. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომელსაც გეგი ნემსწვერიძე და მე ელისაბედ აბულაძე ვუძღვებოდით. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნახვამდის. მშვიდობიან ბედნიერ დღეს გისურვებთ, დროებით.